ვებინარების ციკლს, რომელიც შეეხება ადრეული ასაკის ბავშვის გავითარების კანონზომიერებებსა და სწავლისა და გავითარების ძირითად თეორიებს. აღნიშნული ვებინარები ვფიქრობ საინტერესო აღმოჩნდება საბავშვო ბაღის აღზრდებლებისა და მშობლებისათვის და შექმნის მყარ-საფუძველს ბავშვზე ორიენტირებული მიდგომისა და ბავშვის გავითარების სტანდარტების გასაგებად. დღევანდელი ჩვენი ვებინარის სტუმარი გახლავთ ენისა და მეტყველების თერაპევტი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი ქალბატონი თათული ბაკურაძე. მოგესალმებით ქალბატონ თათული. მოგესალმებით, მე ვარ თათული ბაკურაძე, როგორც ქალბატონმა ნინომ გაგაცნოთ ჩემი თავი და დღეს წარმოგიდგენთ თემას ბავშვის განვითარების სფერო, კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების განვითარება. რას საკითხებს გავვივლით ახლა დღეს? ეს არის რას გულისხმობს ენა, მეტყველება და კომუნიკაცია, რატომ არის ადრეული ასაკი კრიტიკული ენისა და კომუნიკაციის ფორმირებისთვის, რა ეტაპებს გადის ადრეულ ასაკში ენა და მეტყველება, რა ფაქტორები ახდენს გავლენას ბავშვის ენისა და მეტყველების განვითარებაზე, რა სტრატეგიები არსებობს ენობრივი უნარების სტიმულირებისთვის, ასევე შევეხებით თუ რას ნიშნავს მდიდარი ენობრივი გარემო და როგორ შეიძლება მათი შექმნა ოჯახსა და ბაღში, რომელი ნიშნებია საყურადღება, როცა ბავშვს შეიძლება სჭირდებოდეს ენისა და მეტყველების სპეციალისტის ჩარევა, ასევე როგორ შეიძლება აღმზრდელმა შეამჩნიოს განსაკუთრებული საჭიროებები და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ასეთ შემთხვევაში და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლებიც უნდა იცოდნენ აღმზრდელებმა და მშობლებმა. პირველი რითიც დავიწყებთ, ეს არის თუ რას გულისხმობს ენა, მეტყველება და კომუნიკაცია. ეს სამი ცნება ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობები აქვს. გავიხილოთ თითოეული მათგანი. პირველი ეს არის მეტყველება, იგივე საუბარი. ეს არის კომუნიკაციის ბუნებრივი პირველადი ფორმა, ის წარმოადგენს ენის გამოყენების ყველაზე გავრცელებულ ფორმას. მეტყველება ძირითადად დაკავშირებულია არტიკულაციასთან, სამეტყველო ბგერების სწორად წარმოთქმის მექანიკასთან და მეტყველების დარღვევის დროს ბავშვს პრობლემები ექმნება სიტყვების წარმოთქმასთან, არტიკულაციის დონეზე, იმის მიუხედავად, რომ მისი მნიშვნელობა მან ძალიან კარგად იცის. ასევე მეტყველების დარღვევა არის მეტყველების დინების დარღვევა, იგივე ენაბორძიკობა. ასეთ დროს საუბრის მიმდინარეობა წყდება არანებაყოფლობითი განმეორებით და ხმის, სიმბოლოების, სიტყვების ან ფრაზების გახანგრძლივებით. მას ასევე ახასიათებს არანებაყოფლობითი პაუზები, რაც ბლოკავს სამეტყველო აპარატს, რის შედეგადაც ადამიანს არ შეუძლია გამოსცეს ხმა. პირველი ვისაუბროთ მეტყველების დინების დარღვევაზე, იგივე ენაბორძიკობაზე. ძირითადი გამოვლინებები ამ დროს ხილულია, რაც გამოიხატება ვერბალური მეტყველების დარღვევაში, ესენია მარცვლების არანებაყოფლობითი განმეორება, ხმის, სიმბოლოების, სიტყვების ან ფრაზების გახანგრძლივება, გადაჭარბებული შფოთვა საუბრისას, დაძაბულობა, ეფექტური კომუნიკაციის შეზღუდული უნარი, სახის და სხეულის ზედა ნაწილის, იგივე ტორსის მოძრაობა სიტყვის გამოთქმის დროს. ასევე სპეციფიური ხმოვნების ან თანხმოვნების გამოთქმის შიში, სოციალურ სიტუაციებში ენის ბორძიკის შიში, თვითდაწესებული იზოლაცია, შფოთვა, სტრესი, სირცხვილი, დაბალი თვითშეფასება და შესაძლებელია ადამიანი გახდეს ბულინგის სამიზნე, განსაკუთრებულად კი ბავშვები. შემდეგი მნიშვნელოვანი სფერო ეს არის ენა. ენა არის თანდაყოლილი უნარი, რომლის საშუალებითაც ადამიანები აზრებს, სურვილებს და განცდებს გამოხატავენ. მისი განვითარება ხდება ხალხთან ყოველდღიური კომუნიკაციის პროცესში. ენობრივი დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს ორი ფორმით. ეს არის გამომხატველობითი ენა, იგივე ექსპრესიული ენა და აქმითი ენა, იგივე რეცეპტული ენა. პირველი რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, ეს იქნება ექსპრესიული ენის შეფერხება, ანუ გამომხატველობითი ენის შეფერხება. ეს არის ფართო დიაგნოზი, რომელიც გულისხმობს გარკვეულ პრობლემებს ენის გამოყენების თვალსაზრისით. ექსპრესიული ენის შეფერხება ენობრივი უნარჩვების სპეციფიკური დარღვევაა, რომლის დროსაც ბავშვის მიერ ექსპრესიული ენის გამოყენების უნარი ჩამოუვარდება თავის ქრონოლოგიურ ასაკს, ხოლო აღქმის, ანუ რეცეპტული ენის განვითარება კი არის ნორმაში. ასეთ დროს ბავშვებს უჭირთ სიტყვების სწორად დალაგება,
წინადადების შედგენა, სწორი ლექსიკის და სიტყვების გამოყენება, ინფორმაციის ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგება, დიალოგის წარმოება და შენარჩუნება. გაუგებრობის შემთხვევაში ახსნა-განმარტების მიცემა მათთვის ძალიან რთულია. ორგანიზებულად და თანმიმდევრულად აზრის გადმოცემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ექსპრესიული ენის შეფერხების დროს ბავშვს ახასიათებს აგრამატიზმი, ანუ გრამატიკული წყობა არ არის სწორი, ლექსიკური მწირი მარაგი აქვს და ასევე აზრის გადმოცემის უნარი არ აქვს ისე განვითარებული, როგორც ნორმალური განვითარების შემთხვევაში ხდება ხოლმე, ენობრივ განვითარებას გულისხმობ, რა თქმა უნდა. ასევე კონფლიქტების ვერბალურ დონეზე გადაჭრა არის მათთვის რთული პრობლემა, რადგან ვინაიდან მათ ნაკლებად აქვთ იმის უნარი, რომ აზრი გადმოსცეს დალაგებულად და თანმიმდევრულად, ხშირ შემთხვევაში ძლიერია გაღიზიანება და გაღიზიანების შემთხვევაში ქცევის მართვის სირთულეც იჩენს ხოლმე თავს. ახლა ვისაუბროთ აღქმით რეცეპტული ენის შეფერხებაზე. რეცეპტული ენობრივი უნარჩვევების დარღვევის დროს ბავშვის ენის გაგების უნარი ჩამოუვარდება უკვე ქრონოლოგიურ ასაკს. არა ექსპრესიის და გამოხატვის, არამედ აღქმა მიმართული ენის გაგება ჩამოუვარდება თავის ქრონოლოგიურ ასაკს. ასეთ დროს ბავშვს უჭირს კონცენტრირება, სხვა თავისი ასაკის ბავშვის მსგავსად რუტინისთვის მიყოლა, აბსტრაქტული ცნებების გაგება, ესაჭიროებათ მითითებების ბევრჯერ გამეორება, მითითებების დანაწევრება და ისე მიწოდება, ასევე შესაძლოა დასმულ შეკითხვას შეუსაბამო პასუხი გასცენ, ან უცვლელად გაიმეორონ ის. ეკოლალიას ვეძახით ამას. ახალი ლექსიკის სწავლა არის მათთვის რთული. შეიძლება ვერ მიხვდეს სახის გამომეტყველებით და ვერ ამოიცნოს ემოციები. ნათქვამს იგებენ პირდაპირ მნიშვნელობით, ხუმრობის გაგება უჭირთ, გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი წინადადების აღქმა უჭირთ. ხშირად თან ახლავს სოციალურ-ემოციური და ქცევითი დარღვევები, როგორც ექსპრესიული შეფერხების დროს შეიძლება ეს იყოს პრობლემა, ასევე რეცეპტული, ანუ აღქმითი ენის განვითარების დარღვევის დროს, ხო? შემდეგი სირთულე შეიძლება იყოს ორივე ერთად, როგორც რეცეპტული და ისე ექსპრესიული ენის დარღვევა. ზოგიერთ ბავშვს აქვს სრულიენობრივი დარღვევა, რაც გულისხმობს როგორც რეცეპტული, ისე ექსპრესიული ენის შეფერხებას და ის გავლენას ახდენს როგორც ენის გაგებაზე, ისე მის გამოხატვაზეც. შემდეგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ენობრივი განვითარების დროს, ეს არის კომუნიკაცია. კომუნიკაცია ენობრივი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის არის ორ ადამიანს შორის ინფორმაციის და ემოციების გაცვლა. კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ვერბალური, ის შეიძლება მოიცავდეს სახის გამომეტყველებას, სხეულის ენას, ჟესტებს, ჟესტურ ენას, არავერბალურ მინიშნებებს, სიმბოლოებს, სურათებს და სხვა ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებებს. კომუნიკაციისთვის აუცილებელია ბავშვი ჩაერთოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, მოითხოვოს სასურველი ან უარყოს არასასურველი, მიესალმოს და დაემშვიდობოს, ჩართოს თამაში სხვა ადამიანებიც, ჯერი დაიცვას, მოიპოვოს ან დათმოს საგნები და ზემოთ არსებული ჩამონათვალის შესასრულებლად აუცილებლობას არ წარმოადგენს ბავშვმა აწარმოოს ვერბალური კომუნიკაცია. შესაძლოა მან მითითებებით, მზერის მიპყრობით ან სხვა ჟესტიკულაციით მოახერხოს კომუნიკაციის დამყარება. შემდეგი შეკითხვა, რაზეც ჩვენ გავცემთ პასუხს, არის შემდეგი. რატომ არის ადრეული ასაკი კრიტიკული ენისა და კომუნიკაციის ფორმირებისთვის? პირველ რიგში მნიშვნელოვანია დროული სტიმულირება. კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ ენობრივი უნარების განვითარება, თუ დროულად მიეწოდებათ ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები, ეს ძლიერ სტიმულს აძლევს კოგნიტური, კომუნიკაციური, ლინგვისტური, ემოციური და ქცევითი რეგულაციების გასავითარებლად. ასევე ენობრივი განვითარების დარღვევის იდენტიფიცირების არარსებობა ადრეულ ასაკში იწვევს დაბალ აკადემიურ მიღწევას, სოციალურ იზოლაციას და დასაქმების შემცირებულ შანსს დასრულ ასაკში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აღმოვაჩინოთ დროულად მოხდეს სტიმულირება, სპეციალისტის ჩართვა, გარემოს ჩართვა, მშობლების ჩართვა და ბავშვის ენობრივი უნარჩვევების განვითარებაზე ზრუნვა. რა ენობრივ უნარებს უნდა ამჟღავნებდეს ბავშვი ადრეულ ასაკში? 1-2 წელი ამ დროს ბავშვი უნდა ტიტინებდეს, თითით მიანიშნებდეს, რეაგირებდეს საუბარსა და ხმებზე,
იყენებდეს ჟესტებს და ცდილობდეს კომუნიკაციას. Როგორც უკვე აღვნიშნე, კომუნიკაცია არ გულისხმობს მხოლოდ ვერბალურ საუბარს, არავერბალური კომუნიკაციაც მნიშვნელოვანი კომპონენტია ენობრივი განვითარების. 2-3 წლის ასაკში უნდა ამჟღავნებდეს კომუნიკაციურ რეციპროკულობას, იგივე უკუკავშირს, იგივე ყურადღების გაზიარებას, აქვს კომუნიკაციური განზრახვები, ექსპრესიულ რეპერტუარში მინიმუმ 50 სიტყვა მაინც აქვს და აღიქვამს მიმართულ მეტყველებას. ანუ რეცეპტული ენა არის კარგად განვითარებული. 3-4 წელი საუბრობს ორსიტყვიანი წინადადებებით, არ უჭირს მარტივი მითითებების გაგება, მისი ლაპარაკი ახლობელი პირებისთვის სრულიად გასაგებია. და 4-5 წელი შეუძლია დიალოგის წარმოება, საუბრობს მინიმუმ 3 სიტყვიანი წინადადებებით, მრავალფეროვანი ლექსიკა აქვს აღქმით ენაში და უცხო პირებისთვის მისი ლაპარაკი გასაგებია. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1-დან 5 წლამდე პერიოდი არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი ბავშვის ენობრივი განვითარებისთვის. ამ პერიოდში ვცდილობთ, რომ დროულად აღმოვაჩინოთ და იზრუნოთ ან აღმოვფხვრათ სირთულე, თუ არის ენობრივი უნაჩვენების განვითარებაში რაიმე სირთულე. რა ფაქტორები ახდენს გავლენას ბავშვის ენისა და მეტყველების განვითარებაზე? მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები და კომუნიკაცია. ბავშვები თანდაყოლილ უნარს ივითარებენ სხვებთან ყოველდღიური კომუნიკაციის პროცესში. ანუ ენობრივი უნარჩვევები არის თანდაყოლილი და მას სჭირდება განვითარება და ამას სჭირდება ასევე სოციალური ურთიერთობები და სხვებთან კომუნიკაცია. როლური მოდელები. უფროსები არიან მათი ენის განვითარების როლური მოდელები. მათ ბაძავენ. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩართული იყოს მშობელი ან აღმზრდელი ოჯახის წევრი ბავშვის ენობრივ განვითარებაში, ბევრს ესაუბრებოდეს მას და რომ ბავშვის ენობრივი განვითარება მიმდინარეობდეს ნორმის ფარგლებში. გარემო სტიმულაცია არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. ენობრივი უნარების მასტიმულირებელი ზოგადი რეკომენდაციები მიანიშნებს, რომ სწორად დატვირთული სამეტყველო გარემო კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის ენობრივი განვითარებისთვის. ასევე თანხმლები მდგომარეობებიც ახდენს გავლენას, მაგალითად, ასეთი თანხმლები მდგომარეობები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ენობრივი უნარის განვითარებას, ეს არის ყურადღების პრობლემები, იგივე ADHD-ის სახელით ცნობილი, წიგნიერების სირთულე, დისლექსიას რასაც ვეძახით, მოტორული პრობლემები და არტიკულაციის სირთულე და აღმასრულებელი ფუნქციების ადაპტური და ქცევითი პრობლემები. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ აუცილებლად იქნება ენობრივი განვითარების დარღვევა. თქვათ ADHD-ის შემთხვევაში ყოველთვის არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ენობრივი განვითარების დარღვევა, ან დისლექსიის შემთხვევაში, ან მოტორული სირთულეების შემთხვევაში. თუმცა შესაძლოა, რომ გამოვლინდეს და გამოიხატოს. რა სტრატეგიები არსებობს ენობრივი უნარების სტიმულირებისთვის? პირველი ეს არის წახალისება, ანუ მყისიერი შექება კომუნიკაციის ნებისმიერ მზაობაზე. ეს კომუნიკაცია იქნება ვერბალური თუ არავერბალური. ინტერაქცია, ანუ ხშირი საუბარი და ურთიერთობა ბავშვთან, ყველა ნანახის გახმოვანება, არსებითი სახელი იქნება ეს თუ ზმნა და სხვა სამეტყველების ნაწილების. ასევე კითხვის დასმა. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვუსვამთ შეკითხვას ბავშვს. დაუსვით არა ისეთი შეკითხვები, რომლის პასუხიც თქვენ უკვე იცით, რადგან არ მიიღოს გამომცდელობითი სახე, ხო, თქვენ ბავშვთან კომუნიკაციის პროცესმა, არამედ ისეთები, რომლის პასუხიც მხოლოდ ბავშვმა იცის. მაგალითად, კიდევ გინდა წყალი და არა, ეს რა არის, ან ვინ მოვიდა. ხო, ასეთ შემთხვევაში ბავშვი ხვდება, რომ თქვენც იცით ამაზე პასუხი და იმატებს შფოთვა, იმიტომ რომ ბავშვისთვის რთულია ისედაც ენობრივი განვითარება რთული სფეროა და კიდევ მეტად არ უნდა დავამძიმოთ ის ჩვენი ჩართულობით. ემოციური ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბრისას გამოიყენეთ სახის გამომეტყველება, ჟესტები, ინტონაცია, იყავით მხიარული და მხატვრული, მიბაძეთ თხოველებს, მათხმებს, გაახმოვანეთ მოქმედებებიც. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც მშობლები ჩივიან, რომ ბავშვები ოპოზიციურ ქცევას ავლენენ, წინააღმდეგობრივები არიან, ყველაფერზე უარს ეუბნებიან, უარს არიღებენ.
ასეთ დროს ჩვენ ვურჩევთ ხოლმე მათ, რომ ბევრი ითამაშონ მათთან, რადგან თამაშის დროს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა მიგიღოთ პარტნიორად. პარტნიორად მიღება გულისხმობს იმას, რომ თუ ბავშვმა აღიქვა, რომ თქვენთან ურთიერთობა მისთვის სახალისოა, საინტერესოა, სხვა შემთხვევაშიც, სხვა სიტუაციებშიც ის ბევრად უფრო მარტივად გთან ხდება და ნაკლებად ავლენს ოპოზიციურ ქცევას. მარტივი საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ისაუბრეთ მოკლე, გამართული, არაორაზროვანი წინადადებებით და არა ძალიან ზოგადი შეკითხვებით, რადგან რეცეპტული ენის დარღვევის დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებში გამოხატულია მიმართული ენის გაგების სირთულე. შეიძლება კარგად ვერ აღიქვან ორაზროვანი წინადადებები, ორსაფეხურიანი ინსტრუქციები, ამიტომაც ვაწვდით ინფორმაციას მოკლედ და გასაგებად. მოტორიკა, ნატიფი მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა, იგივე გაფერადება, ხატვა, ძერწვა, მოზაიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ენობრივ განვითარებასთან და ორი სიტყვით ვთქვათ, რატომ არის კავშირში მოტორიკის განვითარება, ხო? წვრილი მოტორიკის განვითარებაზე პასუხისმგებელია ენობრივ უნარზე პასუხისმგებელი უბანი, ტვინში არსებული უბანი გვერდიგვერდ მდებარეობს, ასე რომ ეს არის არაპირდაპირი გავარჯიშება ენობრივი უნარჩვევების. ამიტომ წვრილი მოტორიკა ავითარებს ენობრივ უნარებს, მსხვილი მოტორიკა კი შემეცნებაში უწყობს ხელს და ლექსიკურ გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. რა სტრატეგიები არსებობს ენობრივი უნარების სტიმულირებისთვის? ეს არის წიგნიერება, კიდევ ერთ-ერთი წიგნიერებას, როდესაც ვახსენებთ, არ ვგულისხმობთ უშუალოდ წიგნში არსებული ფრაზების, ყავრების ამოკითხვას. ეს ძირითადად არის ხოლმე დასურათებული წიგნების აღწერა ერთად, საერთო ზღაპრის ერთად შექმნა. ეს ავითარებს როგორც ლექსიკას, ამრავალფეროვნებს ლექსიკას, ისე ავითარებს ფანტაზიის უნარს, ხო? ამიტომ და აყარებს, რა თქმა უნდა, წიგნს ბავშვს. ინსტრუქციები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიეცით, როგორც უნდა ესაუბროთ მარტივი ლექსიკით და მოკლე წინადადებებით, ასევე მიეცით მარტივი და ერთსაფეხურიანი ინსტრუქციები. მაგალითად, რეცეპტული აღქმის დარღვევის მქონე ბავშვს არ ვეუბნებით, აიღე ბურთი და შეინახე კარადეში. ვყოფთ ამ ინსტრუქციაზე, ვეუბნებით, რომ ჯერ აიღე ბურთი და რომ აიღებს ბურთს, უკვე მერე ვეუბნებით შემდეგ ინსტრუქციას, ბურთი შეინახე კარადეში. შემდეგი შეკითხვა, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, არის თუ რას ნიშნავს მდიდარი ენობრივი გარემო და როგორ შეიძლება მათი შექმნა ოჯახსა და ბაღში. მდიდარი ენობრივი გარემო გულისხმობს ვერბალური მეტყველებით დატვირთულ სამეტყველო გარემოს შექმნას, რისთვისაც საჭიროა მუდმივი გახმოვანება, გაუხმოვანეთ ყველაფერი, რასაც ხედავს ბავშვი, საგან იქნება ეს თუ მოქმედება. მოკლე ფრაზებით ვთამაშობ მანქანით, ვუყურებ მულტფილმს, გოგონა ჩამოსრიალდა, ბიჭი ტირის, ფოთოლი გახმა, ну, რასაც ხედავთ სახლში იქნება ეს თუ გარეთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ პირში გავუხმოვანოთ ხოლმე ბავშვებს ფრაზები. როდესაც ვახსენებთ ჩვენ ეკოლალია, იქ განმარტება არ გამიკეთებია და ახლა განმარტავ. ეკოლალის შემთხვევის დროს ბავშვი უცვლელად იმეორებს ფრაზას, რაც მოისმინა უფროსისგან. მაგალითად, თუ ვეკითხებით რა ქვია, იმის ნაცვლად რომ პასუხი გაგვცეს, პასუხობს რა გქვია. ან თუ ვეკითხებით ვაფლი გინდა, პასუხობს ვაფლი გინდა და არა კი ან არა, ან მომეცი, ხო? ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ პირველ პირში მივაწოდოთ პასუხები. ვუსვამთ შეკითხვას, ველოდებით 1-2 წამი და თუ ბავშვისგან პასუხი არ მოდის, ჩვენვე ვაწვდით პასუხს პირველ პირში, რომ ბავშვმა გაიმეოროს უკვე სწორად მიწოდებული წინადადება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის წმენით მეხსიერებაში დარჩეს სწორად მიწოდებული სიტყვა ან ფრაზა. არტიკულაციურ დონეზეა ვთქვათ პრობლემა თუ ეკოლალის დონეზე. ამას არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ შემთხვევაში. ხო, სწორი ფრაზა უნდა დარჩეს წმენით მეხსიერებაში. აქტიური ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. მშობლები უნდა ჩაერთოს ბავშვის ყველა აქტივობაში და ასევე ბავშვით ჩართონ საკუთარ აქტივობებში. ხშირად ამბობენ ხოლმე მშობლები, რომ საქმიანობენ იქ სამზარეულოში საქმეა
აქვთ სახლი დასალაგებელი და ასე შემდეგ და ასეთ დროს არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უწევთ რაღაცა გარკვეული დროით ბავშვს მიაწოდონ ეკრანი, რომ მათ კონდეთ თავიანთი პირადი დრო. ასეთ დროს ყოველთვის ვთავაზობთ, რომ ჩართეთ თქვენთან პროცესში, არ არის აუცილებელი და ბავშვსაც წყინდება სულ მარტო თავისი სათამაშოებით თამაში პირიქით. ბევრად უფრო საინტერესოა და მრავალფეროვანია მისთვის დედასთან ერთად მტრების გადაწმენდა, ან წინდების დახარისხება, ან მაგიდის გაწყობა, ვიდრე ცალკე თავისთვის ჯდომა ეკრანთან, თუნდაც, ან სათამაშოებთან. ასევე ნელი ტემპით საუბარი და სიცხადე არის მნიშვნელოვანი. ესაუბრეთ ძალიან ნელი ტემპით, აჩქარების გარეშე და ხშირი პაუზებით და საინტერესოა, რადგან აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ვართ როლური მოდელები ჩვენი შულებისთვის, ოჯახის წევრებმაც რომ შეანელოთ საუბრის ტემპი იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ იქვე თუ ბავშვია, მნიშვნელოვანია, რომ ისიც აღიქვამდეს თემას, რაზე თქვენ საუბრობთ, ხო? და თუ თქვენ სწრაფად ან რთული ლექსიკით ისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ბავშვი ვერ მიხვდება, ვერ გამოიტანს შინაარსს და გარიყულად იგრძნობს თავს. ლექსიკის გამდიდრება. ავტომატური და იგივე ეხება საბავშვო ბაღის აღზრდებლებსაც, ხო? რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღის აღზრდელები უფრო მეტად არიან ჩართულები კიდევ ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში, ბევრად უფრო დიდ დროს ატარებენ ბავშვებთან, ვიდრე საკუთარი მშობლები და მათ აქვთ მეტი შესაძლებლობა, რომ ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახადონ ბავშვის სამეტყველო გარემო, ვიდრე სახლში მშობლებს. იმიტომ რომ აქ არის წინა პლანზე წამოწეული კომუნიკაციური უნარების განვითარება, ხო? ბავშვებს აქვს შესაძლებლობა თავის თანატოლებთან უწყვეტად რამდენიმე საათის განმავლობაში ურთიერთობონ, ჯერის დაცვა ისწავლონ, რიგის დალოდება ისწავლონ, იმპულსის გაკონტროლება ისწავლონ, ის სოციალური უნარები, რაც მერე უნდა განაზოგადონ და გამოიყენონ სკოლაში ან გარეთ ბაღში, სხვა თანატოლებთან ურთიერთობის დროს ან სახლში, ხო? ამას ავითარებს ბაღი და ასეთ დროს ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვთ ბაღის აღმზრდელებთს, რომ სწორი სამეტყველო გარემო მიაწოდონ ბავშვებს, იმისთვის რომ განუვითარდეთ უმტკივნეულოდ და ზედმეტი ყურადღების გამახვილების გარეშე დაისწავლონ ენა. ხო, ლექსიკურ გამდიდრებაზე ვსაუბრობდით, ეხლა ის როგორ უნდა გავაკეთოთ, ხო? დაიწყეთ მარტივი, ყოველდღიურად გამოყენებადი საგნების დასწავლით. შეარჩიეთ ერთჯერზე თითო თემატიკა, ბევრ რამეს ერთდროულად მიაწვით. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს ჭურჭელი და მოიფიქრეთ თამაშები ამ კონკრეტულ კატეგორიაზე და შემდეგ შეგიძლიათ უკვე რომ გაამრავალფეროვნოთ და იქ ხილი და ბოსტნეული შეიტანოთ. იქ თქვათ ცხოველები დასვათ და ცხოველი, რომელიც საჭმელს მიირთმევს, დაულაგოთ წინ, ხო? არ არის აუცილებელი ვკითხოთ ეს რა არის. მომაწოდე სტაფილოც უკვე ენობრივ განვითარებაზე ზრუნვა, ხო? დამისხი აი ლურჯ ჭიქაში, აი მე ლურჯი ჭიქა ავიღე, როგორ მომწონს ეს ლურჯი ჭიქა, უკვე სამჯერ გამეორდა ეს ლურჯი ჭიქა, ხო? და ბავშვს ყურადღება გაუმახვილდა არაპირდაპირ უმტკივნეულოდ და არა ისე რომ აბა მითხარი რა არის და ასეთ დროს ბავშვები იღლებიან შფოთვა ეწევათ მაღლა და ხდება სტაგნაცია ან რეგრესი, საერთოდ აღარ უნდათ არც მეტყველებაზე მუშაობა, არც ენობრივი განვითარებაზე მუშაობა და ურჩევნიათ ხოლმე თავი არიდან. იმიტომ რომ რთული სფეროა და რთულ სფეროზე კიდევ უფრო უმახვილდებათ მერე ყურადღება. ხო, რაც შეეხება უკვე მშობლიურ ენას, ძირითადად ხა რაზეც ვსაუბრობთ არის, რომ მშობლიური ენის დასწავლის სირთულე აქვს, ხო? ბავშვს ან ენობრივი განვითარების დარღვევის. მნიშვნელოვანია, რომ შევზღუდოთ უცხოენის გამოყენება. თუ ბავშვს უჭირს მშობლიური ენის დასწავლა, ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უცხო ენაზე გახმოვანებული ვიდეოების, რაც არ უნდა განმავითარებელი იყოს ეს ვიდეო, მისი ჩართვა და ამის ყურება. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ესმოდეს მხოლოდ ერთი ენა. რატომ არის მნიშვნელოვანი ახლა ეგ ფაქტიც, ხო? 1 და 5 წლამდე პერიოდი არის ენობრივი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდი, უკვე აღვნიშნეთ და ასეთ დროს კარგი იქნება თუ სხვა ენით არ დავტვირთავთ ბავშვს და მივცემთ საშუალებას, რომ
მეტად მოქნილი გახდეს ენა, ერთ ენაზე, მშობლიურ ენაზე გახდეს ჯერ მოქნილი და შემდეგ სხვა ენების სწავლას ყოველთვის მოასწრებს ბავშვი, ხო? ეკრანს ეხებოდა ეხა ეს ჩემი უცხო ენის გამოყენება ძირითადად ეკრანის საშუალებით იღებენ ხოლმე ამ გამოცდილებას ბავშვები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეკრანთან, ეხლა ბოლო პერიოდში ძალიან სახელმწიფო ბაღებში ნაკლებად ალბათ უფრო კერძო ბაღებში, ან არ ვიცი შეიძლება სახელმწიფო ბაღებშიც არის ეს გამოცდილება, რომ აქვთ ტელევიზორი, სადაც ვთქვათ, რაღაცა სხვადასხვა გადაცემები, გასართობი, განმავითარებელი გადაცემები არის ჩართული. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, რომ დრო იყოს გაკონტროლებული და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან ერთად იჯდეს უფროსი ადამიანი და ინტერაქციაში იყოს, აღწერდეს რა ხდება ეკრანზე, რა ინფორმაცია მიიღო ბავშვმა, როგორ გადაამუშავა, რა დაინახა, ხო? ან დიალოგის რეჟიმში უნდა იყოს, რომ ჯერ მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ხდებოდეს მისი კონცენტრაცია და გარედან სხვა ეკრანის მიღმაც არსებულ სტიმულებსაც აღიქვამდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა რომელი ნიშნებია საყურადღებო, როცა ბავშვს შეიძლება სჭირდებოდეს ენისა და მეტყველების სპეციალისტის ჩარევა. ექსპრესიული ენის შეფერხების დროს მნიშვნელოვანია სიტყვების სწორად დალაგების და წინადადებების შედგენის სირთულე ვლინდება და ასე დროს ვაქცევთ ყურადღებას. სწორი ლექსიკა და სიტყვების გამოყენების სირთულე არის, ინფორმაციის ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგების სირთულე, არათანმიმდევრული მეტყველება, ამბის მოყოლის წარსული მოვლენების თანმიმდევრობის აღწერის სირთულე, ანუ დროს, პირს, აბსოლუტურად ყველაფერს ურევენ. წარსულ მოქმედებაში განხორციელებულ ისტორიას თანმიმდევრულად ვერ სვამენ თხრობის პროცესში. ამიტომ ასეთი შემთხვევებით გვხვდებათ, ეს ნიშნავს, რომ საყურადღებოა და საჭიროებს სპეციალისტის ჩართვას. ასევე უჭირს დიალოგის წარმოება და ხანგრძლივი. და რა საკისთვის იქნება ქალწონთათული ეს საყურადღებო? ნახეთ, 5 წლის ასაკში უკვე მეტნაკლებად ჩამოყალიბებული უნდა იყოს დიალოგის წარმართვაც, თქვათ, შენარჩუნებაც, ხანგრძლივ დიალოგს გულისხმობს, შენ რა გქვია და ნინო მაგალითად და რა გვარი ხარ და ბაკურაძე, ეს დიალოგი არ არის. მე უნდა შემეძლოს დაბრუნება შეკითხვის. შენ რა გქვია, ხო, უნდა ჩავერთო ამ დიალოგში. მნიშვნელოვანია და თან უნდა შემეძლოს პატარა ამბის მოყოლა. ხში რა მოხდა ამ ამბის მიტანა უკვე სახლში. 3-4 წლის ასაკში უკვე მარტივი ზღაპრების, რასაც აქტიურად მიკითხავენ, ამის თხრობის უნარი უნდა მქონდეს და 5 წლის ასაკში უკვე ისა უნდა შემეძლოს, რომ მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის კი არა, უკვე საერთოდ უცხო ადამიანებისთვისაც გასაგები უნდა იყოს ჩემი საუბარი. არ გულისხმობ არტიკულაციურ დონეს აქ მხოლოდ, ხო? გრამატიკულ ყოფას და გადმოცემის უნარს გულისხმობ. სხვებისთვისაც გასაგები უნდა იყოს უკვე ეს. ხო, უჭირს გაუგებრობის შემთხვევაში ახსნა, განმარტების მიცემა და კონფლიქტების ვერბალურ დონეზე გადაჭრა. ასეთ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტი ჩავრთოთ. რეცეპტული ენის დარღვევის შემთხვევაში რა არის, ხო, საყურადღებო, ესე იგი, ენის გაგების უნარი ჩამორჩება ქრონოლოგიურ ასაკს, უჭირს კონცენტრირება, აბსტრაქტული ცნებების გაგება, ესაჭიროება მითითებების ბევრჯერ გამეორება ან დანაწევრება, შესაძლოა გასცეს შეუსაბამო პასუხი ან უცვლელად გაიმეოროს ნათქვამი, ეკოლალია, რაც აღვნიშნეთ. მეტყველების დარღვევის დროს ეს არის არტიკულაციის სპეციფიკური დარღვევა, პრობლემების სამეტყველო ბგერების სწორად წარმოთქმის დროს. ანუ გაუგებარია გამოთქმა. ან ანაცვლებს ბგერას, ან საერთოდ ვერ ამბობს, ან არამკაფიოა მისი ბგერები საუბრის დროს და მეტყველების დინების დარღვევა, როდესაც არის ბგერების გამეორება, ან გაგრძელება, ან პაუზა მეტყველების დაწყების წინ. როგორ შეიძლება აღზრდელმა შეამჩნიოს განსაკუთრებული საჭიროებები, შემჩნევა ხდება შემდეგნაირად, დაკვირვება, რამდენად უჭირს ბავშვს მისი ასაკის სხვა ბავშვების რუტინისთვის მიყოლა, ეს რეცეპტული ენის პრობლემა იქნება, დაკვირვება, რამდენად ხშირად სჭირდება მითითებების ბევრჯერ გამეორება, შენიშნოს, რომ ბავშვი ვერ იგებს სახის გამომეტყველებით გამოხატულ ემოციებს, მნიშვნელოვანია, რომ ემოციის ამოცნობა შეეძლოს ბავშვს, საკუთარი ემოციისაც და სხვისი პარტნიორის ემოციისაც, ხო? ასევე ბავშვი უცვლელად იმეორებს ნათქვამს, ხო? ესეც ეკოლალია ორივე შემთხვევაში არის პრობლემა, ექსპრესიულის
გარღვევის დროსაც და რეცეპტურის. და რა ნაბიჯები უნდა გადადგას აღმზრდელმა? პირველ რიგში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგას მშობელთან, გამბედაუხება უნდა იყოს და მშობელს უნდა ესაუბროს ამაზე. ხშირად მშობლები არიან მშობლებისთვის ცოტა რთულია ხოლმე ამის მოსმენა, ნაკლებად იღებენ. მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა შეგვაკავოს, ხო, თუ ხედავთ პრობლემას, ამაზე უნდა ვესაუბროთ მშობელს და მშობლის თანხმობის შემდეგ ჩართოს პროცესში ენისა და მეტყველების თერაპევტი, თუ ასეთი არსებობს ბაღის გარემოში, ძალიან კარგი იქნება და ასევე ან თვითონ გამოიყენოს ის ბუნებრივად არსებული სამეტყველო გარემო, რაც ბაღში არის. ძირითად შემთხვევაში სხვადასხვა სირთულეების მქონე ბავშვი არის ხოლმე ცალკე თავისთვის და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცალკე თავისთვის არ თამაშობდეს ბავშვი და აღმზრდელი ჩართული იყოს პროცესში შემდეგნაირად. მაგალითად, ჩართოს ბავშვი სხვებთან ჯგუფურ აქტივობებში იყოს გამშვალებელი რგოლი, რომელიც დაეხმარება ბავშვს, რომელსაც აქვს ენობრივი განვითარების სირთულე, გამოხატოს საკუთარი სათქმელი, ან დაუნაწევრებს, გაუადვილებს სხვის ნათქვამს, რომ კარგად აღიქვას, ხო, ამ ბავშვის კომუნიკაციურ უნარებზე იმუშავებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციური უნარების განვითარება და მე სხვა დანარჩენი. ხო, და ასევე ძალიან კარგია დროულად მიეწოდოს ალტერნატიული კომუნიკაციების საშუალებები, რაც კი არსებობს, ეს არის ჟესტები, სიმბოლოები, სურათები, რათა სტიმული მიეცეს კოგნიტურ, კომუნიკაციურ და სხვა რეგულაციებს. ამ შემთხვევაში ხშირად მშობლებს გონიათ ხოლმე, რომ თუ ალტერნატიულ კომუნიკაციის საშუალებას გამოვიყენებთ, ჟესტური ენა იქნება ეს, თუ ტექსტი, ბარათებით კომუნიკაცია და ასე შემდეგ, პირიქით ეს ხელს შეუშლის ბავშვის ვერბალური ენის განვითარებას, ანუ ვერბალურ კომუნიკაციას. მაგრამ არა, პირიქით, ეს არის ერთ-ერთი დიდი ხელშემწყობი რაღაც, რადგან თუ ბავშვს აქვს იმის უნარი, რომ აწარმოოს ვერბალური ენა, მაგრამ რაღაც არის, რაც მას ხელს უშლის, აი ეს ჟესტური ენის გამოყენება ან კომუნიკაციის არსებული სხვა ალტერნატიული საშუალებების გამოყენება მას შფოთვას უმცირებს ენობრივ უნარებთან დაკავშირებით და შფოთვა რომ უკვე დასტაბილურებულია, შემდეგ ბევრად უფრო თავისუფლად შეიძლება შეიმეცნოს გარემოდან, მოისმინოს და გაიმეოროს კიდეც. შემდეგი, რაზეც ვისაუბრებთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლებიც უნდა იცოდნენ აღმზრდელებმა და მშობლებმა, ეს არის დროული დახმარება აუცილებელია. ენობრივი უნარების გარკვეული ნაწილის სწავლის სირთულის შემთხვევაში ბავშვს სჭირდება დამატებითი დახმარება, მეტყველების თერაპევტი. არ არსებობს ერთი სახის მიდგომა, რომელიც ყველა ბავშვს მოერგება და არც ის არსებობს, რომ აგვიანებს ბავშვის საუბარს, ან თქვათ მისმა ოჯახის რომელიმე წევრმა გვიან დაიწყო ბავშვი საუბარი და ეს ნორმაა, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდი, რაც არის 1 და 5 წლამდე პერიოდი, არ დავკარგოთ და არ დავაგვიანოთ, ხო? მშობლის ჩართულობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მშობლებისა და ოჯახის აქტიური ჩართულობა პროცესში მნიშვნელოვანია ბავშვების ენობრივი უნარჩვევების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის. ასევე კომუნიკაციის მნიშვნელობა მეტყველებაზე მაღალია, როგორც უკვე აღვნიშნე, კომუნიკაციის დასამყარებლად აუცილებელი არ არის მხოლოდ ვერბალური კომუნიკაცია, მნიშვნელოვანია ბავშვი ჩაერთოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, თუნდაც ბზერის მიპყრობით, მითითებით ან ჟესტიკულაციით. იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს საუბარი და ექსპრესია, ამისთვის ჯერ უნდა ცნობდეს ის სხვადასხვა საგანს და შემდეგ ვასწავლოთ დასახელება, ხო? იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს საუბარი, ხო, ეს თუ ვერ ცნობს, ვერც იმის სახელი ვერ ეცოდინება. ამიტომ პირველ რიგში ვასწავლით ჯერ ცნობას და შემდეგ უკვე ვცდილობთ გაიმეოროს ან დაასახელოს ის ცნობასთან ერთად მნიშვნელოვანია იცოდეს ფუნქციური დატვირთვაც კონკრეტული საგნის, მაგალითად ჭიქას ცნობს, მაგრამ არ იცის რაში გამოიყენება, ხო? ჯერ უნდა ისწავლოს რაში გამოიყენება და შემდეგ უფრო მარტივად შეძლებს მის დასახელებას. ხო, მნიშვნელოვანია რომ არ გავიმეოროთ ბავშვის შეცდომით ნათქვამი, სიტყვა იქნება ეს თუ ფრაზა, სჯობს ხოლმე რომ მივაწოდოთ პირდაპირ სწორი ფორმით. მაგალითად, თუ ბავშვი ამბობს ბულთი წანეა, ჩვენ ვიმეორებთ ეს ბულთი მწვანეა და იმ გამოტოვებულ ჩაყლაპულ ბგერებს უფრო მკაფიოდ გამოვხატავთ, რომ ბავშვის სმენით მეხსიერებაში
ყურადღება გამახვილდეს და დარჩეს სწორად. შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენის დარღვევები არის რეცეპტული ენის დარღვევა, ექსპრესიული ენა, სრული ენობრივი დარღვევა, არის ასევე მეტყველების დარღვევები, ეს არის არტიკულაციის სპეციფიკური დარღვევა და მეტყველების დინების დარღვევა. ეს იყო სულ, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, შეგვიძლია ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონი თათული. ესე იგი, თქვენ განსაკუთრებული აქცენტები გააკეთეთ უფროსისა და ბავშვის ინტერაქციაზე, ხო? იგივე ვთქვათ, გახმოვანებაზე, როდესაც ბავშვი რაღაცას ასე ვთქვათ, საქმიანობს, ან უყურებს. კი. ანუ ეს აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგ ფაქტორები, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვაკვირდებოდეთ ბავშვს, ეს იქნება ჩვენი ჯგუფის აღმზრდელი შემთხვევაშიც და მშობლის შემთხვევაშიც, რომ დროულად აღმოვაჩინოთ და ამოვიცნოთ ენობრივი განვითარებაში არსებული სირთულე და დროულად ჩავრთოთ პროცესში სპეციალისტი და ჩავერთოთ ამ პროცესში ჩვენც მასთან ერთად. ხო, ყურადღებას ვამახვილებთ ყოველდღიურად ყველაფრის გახმოვანებაზე, წიგნიერებაზე, ერთად ზღაპრების მოფიქრებაზე, ერთად თამაშზე, ჩვენს საქმიანობაში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშზე ასევე მინდა აღვნიშნო, კი ვთქვი, რომ პარტნიორ მოთამაშედ უნდა მიგიღოთ, რომ მე მარტივი იყოს მისთვის თქვენს წოდებული ინსტრუქციების ან ნებისმიერი დირექტივის შესრულება პრობლემის გარეშე. მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ხო? თავიდან, როდესაც ვიწყებთ მასთან ერთად თამაშს, არ შევდივართ ჩვენი წესებით. ვთამაშობთ ზუსტად ისე, როგორც ის თამაშობს. ხდებით იმდენი წლისაც არის ეს ბავშვი. და ვიწყებთ მისნაირად გართობას. და როდესაც უკვე თავს მოვაწონებთ, მერე უკვე ის უფლებასაც მოგცემს, ჩვენი წესებით შევიტანოთ თამაში. და ეს ამ თამაში დასწავლილ ურთიერთობას მშობელთან იქნება ეს თუ აღმზრდელთან ბავშვი ამის გენერალიზებას მოახდენს უკვე სხვადასხვა გარემოში და იქ მაღაზიაში, როდესაც ვეუბნებით, რომ მხოლოდ ერთი რამის ყიდვა შეიძლება, უკვე ამაზე პრობლემა აღარ შეექმნება. ან თუ ვთხოვთ, რომ სათამაშო ბაღში უნდა დატოვოს და ისე წამოვიდეს, ამაზე ბევრად უფრო მარტივად დაგვეთანხმება, ვიდრე ისეთ დროს, სადაც ბავშვისთვის არ არის პროგნოზირებადი გარემო და არ გვენდობა. იმიტომ რომ მაგ დროს ის არის მუდმივად თავდაცვის რეჟიმში და გონია, რომ რაღაცა არასწორს და მისთვის არასასიამოვნოს თავაზებთ. აჰა, ანუ ამ შემთხვევაში ნდობის მოპოვება არის განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი ნდობის მოპოვება. ეთილი, ძალიან დიდი მადლობა და ქალბატონ თათული. ერთი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იგივე აი ბარათებით კომუნიკაციამ როგორ შეიძლება იგივე მეტყველების ასე ვთქვათ გავითარების შეფერხების შემთხვევაშიც შეამციროს შფოთვა და გამდიდროს ლექსიკური მარაგი. აი ამაზეც რომ ასე ვთქვათ გაკეთოთ აქცენტი. კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი კომპონენტი ენობრივი განვითარების არის კომუნიკაცია, ხო? და კომუნიკაციას რომ ვერ ვამყარებ, მაგიტომ აქვს მე სირთულე და მე ამ კომუნიკაციას და მაგიტომ აქვს მე მაღალი შფოთვა და კომუნიკაციის დამყარება თუ არავერბალური კომუნიკაციის დამყარებაც წახალისებულია ჩემი გარემოს მხრიდან, შესაბამისად ჩემი შფოთვა იწევს დაბლა. შფოთვა რომ მცირდება, მეტად შემიძლია უკვე ვიყო კონცენტრირებული და ჩართული პროცესში. და თუ მე მაქვს უნარი იმის, რომ დავისწავლო ვერბალური კომუნიკაცია, ეს ემოციურად გათავისუფლებული ემოცია მომცემს ამის საშუალებას. ხო? ვიქნები მეტად კონცენტრირებული, პროცესში უფრო მეტად ჩართული და შესაბამისად ენობრივ უნარსაც უკეთესად განმავითარებ. აჰა, კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და ვფიქრობთ, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდება აღზრდებლებისა და მშობლებისათვის.